პირველად ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე უდანაშაულო წესიერი ადამიანი ომის ტყვე და ვენესუელის პრეზიდენტი ვარ უთხრა მოსამართლეს ნიკოლას მადურომ. ის ცოლთან ერთად თავს უდანაშაულოდ ცნობს, ისინი სხდომაზე პატიმრის ფორმითა და ხელბორკილებით მიიყვანეს. წყვილი ამ ეტაპზე გირაოს არ ითხოვს. ნიუ-იორკში პროცესის პარალელურად კარაკასში ფიციდადო დელსი როდრიგესმა, როდემდე შეასრულებს ის პრეზიდენტის მოვალეობას, უცნობია პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში არჩევნები უახლოეს მომავალში გამორიცხა. თამარ ჭავჭავაძე აგრძელებს თემაზე საუბარს ფორმულას პირდაპირ ეთერში. ნიკოლას მადუროს პირველი სასამართლო მოსმენა 40 წუთს გაგრძელდა. დიქტატორსა და მის მეუღლეს ბრალდებები გააცნეს, თუმცა მოსმენის დასაწყისშივე ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ის უდანაშაულო და წესიერი ადამიანია. ადვოკატებს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხი არ დაუყენებიათ. მადუროს მეუღლის დაცვის მხარე მოითხოვა სამედიცინო შემოწმების ჩატარება, რადგან მისი თქმით სილია მადურო დაკავების დროს დაშავდა. სხდომა დახურული იყო ვენესუელის დიქტატორის საქმეს ვეტერანი მოსამართლე 92 წლის ელვინ ჰელერსტეინი უძღვება. მადუროს უფლებებს კი ვიკილიქსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჯის ყოფილი ადვოკატი ბარი პოლაკი იცავს. მომდევნო მოსმენა 17 მარტს გაიმართება. დასრულების შემდეგ მადურო და მისი მეუღლე სასამართლოდან კვლავ ბრუკლინის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. პარალელურად მიმდინარეობდა გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც კოლუმბიის, რუსეთისა და ჩინეთის ინიციატივით გაიმართა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შეერთებული შტატების ელჩი გაეროში მაიკ ვოლცი, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკის მიზანი ვენესუელის ოკუპაცია არ არის. This is the Western Hemisphere. ეს არის დასავლეთ ნახევარსფერო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. არ ვაპირებთ დავუშვათ, რომ ამერიკის მოწინააღმდეგეებმა და კონკურენტებმა დასავლეთ ნახევარსფერო გამოიყენონ ოპერაციების ბაზად. მსოფლიოს უდიდესი ენერგოსაბადოების ამერიკის მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ არსებობა აღარ გაგრძელდება. ვენესუელის ან მისი ხალხის წინააღმდეგე ეს ომი არ არის. ჩვენ არ ვახდენთ ქვეყნის ოკუპირებას. ეს იყო სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩატარებული ოპერაცია იმ ბრალდებების ფარგლებში, რომელიც ათობით წელია არსებობს. შეერთებულმა შტატებმა დააკავა ნარკომოვაჭრე და მას ელის პასუხისგება სასამართლოს წინაშე. ისეთი რთული ვითარების დროს, როგორიც წინაშეც ახლა ვართ, მნიშვნელოვანია დავიცვათ პრინციპები, პატივივცეთ გაეროს ქარტიას და ყველა სამართლებრივ ჩარჩოს, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. პატივივცეთ სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. კანონის ძალამ უნდა გაიმარჯვოს. საერთაშორისო სამართალი მოიცავს ბერკეტებს ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც ნარკოტიკების კონტრაბანდა, რესურსებზე დავა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემებია. ეს არის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ. კარაკასში შეერთებული შტატების მიერ ჩადენილ ცინიკურ დანაშაულებს გამართლება არ აქვს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამერიკის მიერ ვენესუელის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის აქტს, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევას წარმოადგენს. ვენესუელის ლიდერზე განხორციელებული თავდასხმა უკანონობისა და ძალის გამოყენებით შეერთებული შტატების დომინირების ეპოქაში დაბრუნების მაუწყებელია. როგორ გაგრძელდება ვენესუელაში პოლიტიკური სიტუაცია და რა როლს შეასრულებს შეერთებული შტატები? კვლავ ბუნდოვანი რჩება დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუში არჩევნების ერთ თვეში ჩატარება გამორიცხა, თუმცა განაცხადა, რომ ვენესუელაში ამერიკული კომპანიები ინვესტიციებს ჩადებენ და ინფრასტრუქტურას აღადგენენ, რასაც სავარაუდოდ 18 თვე დასჭირდება. ქვეყნის ახალი ლიდერი დელსი როდრიგესი გახდა ვენესუელის პარლამენტში ვიცე-პრეზიდენტმა ფიციდადო და ის ჩაიბარა მისმა ძმამ ხორხე როდრიგესმა, რომელიც პარლამენტის პრეზიდენტია. სხდომა ვენესუელის ეროვნულ ასამბლეაში ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი განცხადებებით გაიხსნა. სიტყვით გამოვიდა მადუროს შვილიც, რომელიც დეპუტატია და ამერიკის ციხეში მყოფ მამას მიმართა, რომ ვენესუელა კარგი ადამიანების ხელშია. უახლოს მომავალში ვენესუელაში დაბრუნებას აპირებს ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დელსი როდრიგესის ნდობა არ შეიძლება. დასავლური მედია წერს, რომ დონალდ ტრამპმა ვენესუელის მმართველობის ჩაბარება მადუროს გუნდის წევრებისთვის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ურჩია. ჩვენ შევძელით ქვეყნის გაერთიანება და არჩევნების ჩატარება სამოქალაქო საზოგადოებასა და მილიონობით ადამიანთან ერთად, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს. ფაქტი ისაა, რომ მადუროს ჩვენი ეშინოდა, ჩემი ეშინოდა და ფიქრობდა, რომ თუ მონაწილეობას ამიკრძალავდა, ჩვენს გამარჯვებას შეაჩერებდა. მაგრამ საპირისპირო რამ მოხდა. ედმონდო გონსალესმა დაიკავა ჩემი ადგილი, დავდიოდით მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოვახერხეთ ხალხის გაერთიანება და ხმათა უმრავლესობით დავამარცხეთ მადურო.
სამხედრო ოპერაციაში, რომლის დროსაც ამერიკელმა აგენტებმა ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს, 200 ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. პენტაგონის ხელმძღვანელის პიტ ჰექსეტის განცხადებით, დიქტატორმა მხოლოდ 3 წუთით ადრე შეიტყო, რომ მის დასაკავებლად რეზიდენციაში ამერიკელი სპეცრაზმელები მივიდნენ.